თუ მოისმინეთ თბილისის მერის ეს განცხადება და რა პასუხი გექნებათ? კი, პატივი მქონდა მომისმინდა, პირველ რიგში მე მინდა ვეულოცო თქვენს მაყურებლებს დღესასწაულები, რაც დადგა უკვე ახალი წელიწადი შოობა, ძველზე ახალი წელიწადი აგერ ნათლისღება შემოდის, ბედნიერება მინდა გისურვოთ, არასოდეს ის ტრაგედიები, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, აი ამ საწყალი საღუპული განადგურებული ხალხის ბავშვების ცხედრების სახით არასოდეს ჩვენს მიწას არ ენახოს და მე ხა ამ საკითხზე რა შემიძლია გითხრათ კალაძის მიმართ და მისი ძილობის ასპექტში განსაკუთრებით არც ადრე ვიყავი მაღალი აზრის და ახლაც რამე ახალი ჩვენთვის არ მოხდა ახლა რა ინტელექტიც აქვს კაცს და რა გაკანებას ნუ იმიც გადის იოლოს მაგრამ სამწუხაროის გახლავთ რომ დედაქალაქის მერია სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეთიკის კულტურის და მეცნიერებით ცნობილი ქალაქის მერია და ის იყენებს აი ამ ფრაზეოლოგიას ოპონენტებთან ურთიერთობაში რის გამოც მე უხდი თბილისელებს ბოდიშს ეხლა რაც შეეხება მის დაწიწმატებას, ვილად რო ვთქვათ, რაც უკვე აგრესიულ სტილში გადაუვიდა, აი ამ ინტერვიუს მიხედვით, გამოიხატება და გამოწვეულია იმით, რომ მე გუშინ ვამხილე, როდესაც გავედი 11 საათზე, აი შემთხვევის ადგილზე, ვამხილე დანაშაულში, რაც გამოიხატება ყაზახ-ტრანს გაზის ხელში ჩაგდებით. ეს არის მისი საკუთრება კალაძის და არავინ არ დაიწყოს ეხლა რომ აი მაკაცარია სახელზეა გაფორმებული ვიღაცა შენგელია სახელზე გაფორმებული ეს არის კალაძის საკუთრება რომელმაც წაართვა ყაზახ ინვესტორებს აღნიშნული მილიონიანი ძალიან მომგებიანი კომპანია ჩამოაწერა ვალები რომელიც უნდა გადაეხადა ძველ მფლობელებს ბიუჯეტისათვის აპატია 100 მილიონამდე 80 მილიონი მაგრამ 100 მილიონი იყო და რაც არ გაგვიგო აი ეს შავნელი მახინაციის დასავალი როგორც ხდება ხოლმე გააფორმა ოფშორში ოფშორი კიდე ნიშნავს რას უკონტროლო ზონა არამოთანამშრომლე ზონა იქ არ უშვებენ არც აუდიტს არც ოპოზიციას არც პოზიციას არც კონტროლის პალატას და ეხლა ეგონა რომ როგორც აგერ არსენალი ჩაიგდო ხელში 80 ჰექტარი სამების ტაძართან და მილიარდიანი ქონება დაიწია და ელოდება ეხლა რომ იქ ჩამოიყვანოს თავისანაირ კაღლით ინვესტორები და დააწყებიოს კორპუსების მშენებლობა ეს გავიგეთ რა თქმა უნდა არსენალის ამბავით ადრევე მაგრამ ეგონა რომ ამას მაინც ვერ გავიგებთ მაგრამ რა თქმა უნდა არა დაფარული რაც არ გაცხადებს ეს გავიგეთ და მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგებლობა ამ ქონების დაბრუნება მე გული მიხდება იმას რომ როგორ დავაბრუნებთ იმ ანგელოზ ადამიანებს ვინც გუშინ ამის უპასუხისგებლობის შედეგად დაგვეხოცა ერთი საათი რომ დააგვიანო გაზზე გადასახადის გადახდა იმ წუთში გიჩშავ და ხტავენ სილბინაში გაყინულს და მშიეს და აგე ის რა ქვია ბათუმში მოხდა მაგრამ ამიშოვა პოლიტიკა ერთია დედა და შვილი გამოიყინეს შარშან და ერთ შემდეგ აიპოვეს რომ გამოთქვა სიტუაცია მეზობლია ხო აქ რადლობა ბატონო შალვა გაზის გაფეთქების შედეგად სტატისტიკურად წელიწადში 30 ადამიანს გვარგავთ 30 ადამიანის დაახლოებით ომში არ იღუპება აი საბჭოთა კავშირს არ დაუყარგეს წელიწადში ავღანეთის ომის დროს 30 ჯარისკაცი ბატონო შალვა რადლობა უნდა დაგემშვიდობოთ ჩვენ ხალხი იქნება გამარჯვებული და ესენი აგებენ პასუხს აი ეს პაპატიეთ ლიტერატურული გამოთქმა არ უზრუნველობ ეს ვირთხები სახელისუფლო ვირთხები რომელმაც ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში პულით მოსყიდვით ძალდატანები და გონია თუ ეს ხომარობა იქნება სამუდამო და არ არსებობს არაფერი არც სამყარო არ არის სამუდამო და მით უმეტეს აი ამათი ბოგინის ზარმალი დამთავრდება მადლობა ბატონო შალვა ახლა მატყობინებენ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა დიდი ომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ბახტაძის განცხადებით ორი პირი არის დაკავებული ამ ფაქტთან დაკავშირებით თუმცა ვინ არიან